საქართველოში საქალაქთაშორისო კოდები იცვლება აპრილის ბოლოდან. თბილისის ახალი ინდექსი იქნება 22-32. შეცვლის გეოგრაფიული ზონები კი ორად დაიყოფა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი ინდექსების პირველი ციფრები შეიცვლება. რატომ გადაწყდა ნუმეროლოგიის შეცვლა და სად მიიღებენ მოქალაქეები ახალ კოდებზე ინფორმაციას? დიანა იოსელიანიგი ამბობთ. ეს ახალი კოდი გახლავთ 421. ძველია 221. გამსვლელი რვიანის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე კოდი. საინფორმაციო ცენტრ 08-ში ბოლო პერიოდში იმ აბონენტთა ზარების რიცხვმა იმატა, რომლებსაც საქალაქთაშორისო კოდების ცვლილებასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია აინტერესებთ. Android-ისთვის საკმაოდ აქტუალურია კითხვები სატელეფონო კოდების ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია აბონენტებს მივაწოდოთ როგორც ძველი, ასევე ახალი კოდები და განვუმარტოთ მათ დარეკვის წესს. როგორ შეიცვლება საქალაქთაშორისო კოდები და ქალაქების ახალი სატელეფონო ინდექსები? საინფორმაციო ცენტრი 08 მოქალაქეებს სატელეფონო კოდების ცვლილებაზე ინფორმაციას 24 საათიან რეჟიმში აწვდის. ხშირია შეკითხვები აბონენტების მხრიდან და აინტერესებთ როგორ შეძლებენ საზღვარგარეთიდან მათთან დაკავშირებას. ანუ დარეკვის პრინციპი არ არის შეცვლილი, იცვლება მხოლოდ ქალაქების კოდები. ანუ მაგალითისთვის საზღვარგარეთიდან უნდა აკრიბონ საქართველოს გამსვლელი კოდის შემდეგ საქართველოს კოდი 995 და შემდეგ უკვე თბილისის კოდი 32-ის ნაცვლად 33 და შემდეგ უკვე აბონენტის ნომერი. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ საქალაქთაშორისო კოდების შეცვლა ახალი ტექნოლოგიების გაზრდას უკავშირდება. ძველი ნუმეროლოგია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არ შეცვლილა. ახალი სისტემა კი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და უფრო კონკურენტუნარიანიცაა. დასავლეთ საქართველოში პრეფიქსი დაიწყება 4-იანით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყება 3-იანით. შესაბამისად, თბილისში 8-22-ს რო ვკრებდით, გახდება 8-22. რუსთავში მაგალითად 8-24 იყო, გახდება 8-34. დასავლეთ საქართველოში ვთქვათ ქუთაისი ავიღოთ. ქუთაისში 8-221-ის ნაცვლად იქნება 8-421. 4-დან 25 აპრილის ჩათვლით აბონენტებს როგორც ძველი, ასევე ახალი კოდური სისტემით სარგებლობა შეეძლებათ. 25 აპრილიდან კი ახალი დადგენილება უკვე ძალაში სრულად შევა.